მოგესალმებით ბოლოჯერ როცა ამ დარბაზში ვარდებით პირველად და უკანასკნელად როდესაც შემოვედით. სხვა სიტუაცია იყო, სხვა ხალხი ჟიამული ისმის უკვე აქ მას შემდეგ და რაც თავარია ქვეყანა ძალიან შეიცვალა. მე მინდა მივესალმო მის უწმინდესობას, რომელიც დაბრუნდა ახლახან წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ. ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებდით თვალყურს მის ვიზიტს ისრაელში და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან წმინდა ადგილებში. მე მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისაც, რომ შეიკრიბეთ. პატრიოტიზმო პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით თქვენ და თქვენთან ერთად მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს. მესალმები მათ, ვინც საქართველოსშია და ტრადიციულად მათ, ვინც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით მივესალმები იმ ვაჟკაცებს, რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს სახელით იცავენ კაცობრიობისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. რამდენიმე დღის წინ სამწუხაროდ კიდევ 3 მათგანი გამოგვაკლა ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში. მე მინდა წუთიერი დუმილით პატივისცეთ მათ და 15-ვე ავღანეთში დაღუპული ჩვენი მებრძოლის ხსოვნას. ადობთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. ეს არის ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა ჩვენი მებრძოლები აძლიერებენ საკუთარ ქვეყანას, აძლიერებენ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, პერსპექტივას აძლევენ ჩვენ სამშობლოს. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ წავდგე თქვენს წინაშე და მოგმართოთ ჩაგაბაროთ ანგარიში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. 8 წლის წინ, მაშინ როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად წავდექი თქვენს წინაშე, ამ ანგარიშში სულ სხვა ახალი დაწყებული ჰქონდა რევოლუცია. რევოლუციის მიზანი იყო კლანური დიქტატურა შეგვეცვალა ნამდვილი დემოკრატიით და თანასწორობით, რომ ტოტალური კორუფცია ჩაგვენაცვლებია კანონის უზენაესობით. უბსხუში გადაჭეხილი არ შემდგარი ქვეყანა დაგვებრუნებია განვითარების გზაზე. და რაც თავარია, როგორმე გაგვეფანტა უპერსპექტივების შავი ღრუბლები და იმედის სხივებით გაგვენათებია ჩვენი მომავალი. მაშინ დაწყებული რევოლუცია კვლავად გრძელდება. ჩვენი სწრაფად ცვლილებებისა და რეფორმებისკენ, მოდერნიზაციისკენ ისევ უმთავრესი პრიორიტეტია. ჯერაც ძალიან ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. ჩვენ ხალხს ძალიან ბევრი მოთხოვნილება ჯერაც დაუკმაყოფილებელია. მიუხედავად ამისა, დღეს ისე როგორც არასდროს უკანასკნელი 100 წლეულების მანძილზე გრძნობთ, რომ ყინული დაიძრა. რომ ნავსი ტყდება. რა თქმა უნდა, ჯერ არ მივსვათ იქ, სადაც გვინდა ყოფნა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნით მომენტი დიდხანს ნანატრი შესაძლებლობებისა, რომელიც ახლა ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ. ათვლის წერტილი არის ის, რომ საქართველო ისევ იწყებს წინსვლას. ომი და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩაუბარეთ. ახლა მიუხედავად ჯერაც ძალიან ბევრი პრობლემისა, თუნდაც ამ ბოლო დროს საწვავზე ფასების კვეთრის დისა. ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალას და სისწრაფეს. გასული წელი თითქმის 77% გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, რაც რა თქმა უნდა სასურველად ნაკლებია, მაგრამ არ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და ჩვენი რეგიონის უმეტესობაში. და თითქმის 2-ჯერ მეტი იყო ვიდრე რუსეთში. ჩვენ მივიყვარით მსოფლიოს ყურადღება როგორც პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით და უბრალოდ დასასვენებლად ჩამოსასვლელად. გასული 2 წლის განმავლობაში 100,000-ზე მეტი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში. ვიზიტერობის რაოდენობამ მიაღწია შარშან თითქმის 3 მილიონს. ეს ყველაფერი ნიშნავს უფრო მეტ ბიზნეს შესაძლებლობას ჩვენი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, მეტ სამუშაო ადგილს. როდესაც შარშან ამ ტრიბუნიდან მოგმართეთ, გახსოვთ, მე წარმოგიდგინეთ საქართველოს განვითარების ხედვა 2015 წლისთვის. ამ თარიღამდე ჯერ 3 წელი რჩება. ძალიან ბევრი რამ არის ამ გეგმის შესასრულებელი, მაგრამ უკვე სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი იმ მიზნების მისაღწევად, რაც მაშინ ჩვენ დავისახეთ. ამ პროგრესს მე ხაზს უსვამ, არა იმიტომ, რომ მოვიპოვოთ თქვენი კეთილგანწყობა და არც იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თვითკმაყოფილება მოიწონოთ თავი თქვენ წინაშე. ჩვენი დემოკრატიისა წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად მოითხოვოთ პასუხი ხალხისთვის მიცემულ ყველა დაპირების შესრულებაზე.
ეს ეხება წარსულში გაკეთებულ დაპირებებსაც და მათაც, რომლის შესახებ მე დღეს მოგახსენებთ. შარშან მე დაგყიდით, რომ 2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობას გავაორმაგებთ. დღევანდელი მონაცემებით სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე დაახლოებით 35% არის გაზრდილი. შარშან მე დაგყიდით, რომ 2015 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. დღეისთვის უკვე მოსახლეობის 55%-ია გაზიფიცირებული და წელს გაზი შევა 80,000 ოჯახში, რისის გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65%-მდე გაიზრდება. შარშან მე დაგყიდით, რომ 2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღეისთვის უკვე დაწყებულია 15 ხესის შენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ხესის შენებლობის დაწყება, ჯამური ინვესტიცია ახალ ჰიდროელექტროსადგურებში გადააჭარბებს $2.5 მილიარდ და რაც თავარი ახალი ხესების შენებლობა დაასაქმებს 13,000-ზე მეტ ჩვენ მოქალაქეს. შარშან ჩვენ მიერ წარდგენილი ხედვის მიხედვით 2015 წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 100-ზე მეტი ახალი თანამედროვე კლინიკა. მაშინ სკეპტიკოსებმა ბევრი გვიყიჟინეს, მათ შორის ამ დარბაზშიც, რომ 100 საავადმყოფოს პროგრამა მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობას შერაცხეს. წელს ყველა ჩვენი მოქალაქე ხედავს თუ რა ტემპით ხორციელდება ახალი საავადმყოფობის პროგრამა. ჩვენ უკვე გავხსენით 90-მდე ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა, წლის ბოლომდე დაპირებული 100-ის ნაცვლად ფუნქციონირებას დაიწყებს ჯამში 130 ახალი სამედიცინო ცენტრი. 2015 წლის გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი. ამ გეგმის ძირითადი პუნქტების უმრავლესობა სწრაფად და უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება. მიღწეული შედეგი გვიმყარებს წმენას, რომ საქართველოს ისევ წინ მიდის, მაგრამ ფაქტია და ამას ვერცად ვერ გავექცევით, უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს საქართველოს სოფლის და ქალაქების მაცხოვრებლებს ჯერაც ვერ გზნობს იმ წინსვლას საკუთარი ოჯახების მაგალითზე. დღეს ჩვენ ყავს ათობით ათასი შრომისუნარიანი განათლებული მოქალაქე, რომელსაც უნდა მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას და სამართლიანად სვავს კითხვას, რაში მადგია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტები და მიმზიდველი ბიზნეს გარემო, თუ პირადად ჩემთვის მაინც არ მოიძებნა ერთი ნორმალური სამსახური. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ გავხსენით ათობით ახალი თანამედროვე კლინიკა, მაგრამ უამრავი ჩვენი მოქალაქე კითხულობს, რა საჭიროა თანამედროვე კლინიკა, თუ არა მაქვს მაშინ მკურნალობის ფული. გასული წლების განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის თბილისში, ბათუმში, კახეთში, საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მაგრამ უამრავი სოფლის მკვიდრი კითხულობს. რა ხერი მაქვს მე, სოფელ იფნარში ან სოფელ სამღერეთში ცხოვრებ კაცს, ბათუმსა და მესტიაში ჩამოსული ტურისტისგან. თითოეული მათგანი სრულიად სამართლიანად სვავს ასეთ შეკითხვებს და მე ყველა ამ ადამიანის მესმის. მათი მდგომარეობა ხაზს უსვავს ჩვენს უმთავრეს მოვალეობას. ვიზრუნოთ არა მარტო ქვეყნის განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ გაფართოვდეს ამ განვითარებით მოსარგებლე მოქალაქეების წრე. ჩვენ უნდა შევქმნათ არა მარტო უფრო მდიდარი ქვეყანა, არამედ უფრო ფართო წრე ხალხისა, ვინც ქვეყნის სიმდიდრედ იხეირებს, უფრო ფართო წრე განვითარებული სოფლებისა, უფრო ფართო წრე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა, უფრო ფართო წრე სამოქალაქო ჩართულობისა და უფრო ფართო წრე საყოველთაო ოპტიმიზმისა და წარმატებისა. თავარი შეკითხვა დღეს ისაა, თუ რამდენად შეძლებენ საზოგადოების ცალკეული წევრები ქვეყნის საერთო წარმატების გაზიარებას. რამდენად მოხერხდება, რომ ყველა ქართველმა იხეიროს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაჩენილი ახალი შესაძლებლობებით. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან კონკრეტულია. მე უარს ვაცხადებ შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც საზოგადოების მცირე ნაწილი ახერხებს დამსახურებული წარმატების მიღწევას, მაშინ როდესაც მეორე დიდი ნაწილი დაუმსახურებლად რჩება თუნდაც ნაწილობრივ უკანმოტოებული. 2015 წლის ხედვა, რომელიც შარშან წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა ძალაში რჩება. მაგრამ დღეს მე მინდა გესაუბროთ იმ დამატებითი გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენ მთავრობას აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს სარგებელი ქვეყნის მიმდინარე განვითარებიდან. ეს არის გეგმა იმისა, თუ როგორ ვაქციოთ ქვეყნის წინსვლა უფრო მეტი ოჯახის წინსვლად. გეგმა იმისა, თუ როგორ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის წარმატებიდან საკუთარი წილი წარმატების მიღებაში. ეს გეგმა 5 ძირითად ასპექტს ეფუძნება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასაქმება. თავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარი ოჯახის, საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ჯერ ვერ აგზნობს იმ პროგრესს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა განიცდის, რა თქმა უნდა არის უმუშევრობა. პირადად ჩემთვის, თავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ამ ადამიანების დასაქმება, რომელთაც დღეს შეუძლიათ და უნდათ მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებენ სტაბილური სამსახურის პოვნას. მე ძალიან კარგად მესმის
რომ საბოლოოდ ქვეყნის წარმატება იზომება არა ციფრებით და რეიტინგებით, არა პროცენტებით და უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, არამედ მთელი საზოგადოების და თითოეული ადამიანის კეთილდღეობით. ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები. ეკონომიკა არის ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს. რამდენად აქვს სტაბილური შემოსავალი, რამდენად არიან სოციალურად დაცული, რამდენად აქვს ხვალიდელი დღის იმედი. ადამიანს, რომელსაც სარჩენი ყავს ოჯახი, სკოლაში ან უმაღლესში ყავს გასაშვები შვილი, ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის, რის მიტანა შეძლებს სახში დღეს და ხვალ და მეტიც, რომელსაც ეშინია ხვალიდელი დღის, იმიტომ რომ არ აქვს სტაბილურობისა პერსპექტივების განცდა და ამავდროულად არ აქვს სამსახური, ჩალის ფასი აქვს ასეთი ადამიანისთვის პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს თლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტებთან დაკავშირებით. მაგრამ მე მინდა რომ თითოეულ ასეთ ადამიანს მიმართო ამ ტრიბუნიდან. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება. შორს არ არის ის დრო, როდესაც ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართული იქითკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად ვაქციოთ, თან რაც შეიძლება მალე. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე როგორც თქვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენ ტკივილს. მინდა იცოდეთ, რომ მე არ ვაპირებ ჩემ მოღვაწეობას შეოფასო Excel-ის ფაილებში წაწერილი ციფრებით. ერთადერთი რითაც მე წარმატებულად ან წარუმატებლად შევაფასებ თელ ჩემ ცხოვრებას არის ის თუ რამდენად შევძლებთ დაუბრუნოთ პერსპექტივის და უკეთესი ხვალინდელი დღის განცდა იმ მოქალაქეებს, რომელთა დღეს უიმედობას ტანჯავს. რამდენად შევძლებთ მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, რამდენად გაუჩენთ მათ ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს, რამდენად უზრუნველყოთ მათ სოციალურ დაცვით და ღირსეული სამსახურით. ის რომ ჩვენი ქვეყანა წისვლას განიცდის, რა თქმა უნდა ჩვენი საერთო წარმატებაა. მაგრამ ჩემთვის თავარი ისაა, რომ ახლა ამ საერთო წარმატებაში თითოეულ მოქალაქის წარმატებად ვაქციოთ, რომ ეს იყოს წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ოჯახისთვის. თავარი სირთულეები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გადალახა. ყველაზე მძიმე გამოცდას ჩვენმა ეკონომიკამ უკვე გაუძლო. წისრივის პროცესი, რომელიც ახლა სახეზეა, სულ უფრო და უფრო ჩქარი ტემპებით ჩაიბავს საქართველოს ოჯახებს. ის რა დღეს ბევრ შეიძლება ცარიელ სტატისტიკად ეჩვენებოდეს, წარმოდგენაზე უფრო სწრაფად გადაიქცევა რეალურ შემოსავლად ამ კონკრეტული ოჯახებისთვის. მაგალითად, სტატისტიკა ის, რომ ინვესტორები და ტურისტები უკვე აქტიურად მოდიან საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველი მორიგი მილიონი ტურისტი დამატებით 15,000 სამუშაო ადგილს ქმნის ჩვენ ქვეყანაში. 2015 წლისთვის ჩვენ კიდე მინიმუმ 2 მილიონით გავზრდით საქართველოში დამსვენებელი ტურისტების და ჩამოსული ტურისტების რაოდენობას, რაც დამატებით მინიმუმ 30,000 სამუშაო ადგილს შექმნის. ეს ნიშნავს, რომ დამატებით 30,000 ოჯახი რეალურად იგრძნობს, რომ დღევანდელი საქართველოს პოპულარიზაცია, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ცენტრად განვითარება, გზების, სასტუმროების, ახალი კურორტების დღევანდელი შენება, ჩვენი ქალაქების დღევანდელი გალამაზება, რომელიცაც ასე ხშირად გვაკრიტიკებენ, ყმადაღებული შადრევნები, არ ვიცი, ფასადები და 1000 სხვადასხვა რაღაც ხანდაკებები. დამატებით ამ შემთხვევაში 30,000 ოჯახისთვის ხვალინდელი სამსახურია. ხვალინდელი სამუშაო ადგილი და ხვალინდელი სტაბილური შემოსავალია. და ეს არ არის მხოლოდ მომსახურების სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები. ეს არის სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობაში, რადგან ვიზიტორების დასთან ერთად იზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე. ეს არის სამუშაო ადგილი სამშენებლო სექტორში, რადგან გაზრდილი ტურიზმის წარმოშობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამის აუცილებლობას. ეს არის სამუშაო ადგილები წარმოებაში, რადგან ინვესტორთა და დამცველებელთა დიდ მასას ესაჭიროება ადგილობრივი წარმოების უამრავი საქონელი ცხოვრებისა და დასვენებისა ბიზნესისთვის. იგივე ეხება ყველა იმ დიდი სახელმწიფოების მნიშვნელობის პროექტს, რომელსაც ახლა განვახორციელებთ. ახალი ჰესები, ახალი ტრასები, ახალი ქალაქები, ახალი უბნები, ახალი კურორტები, ახალი ეკონომიკური ზონები. მათი მეშვეობით ჩვენ ახალ საქართველოს ვაშენებთ. მაგრამ მთავარი შედეგი ის 10,000 დასახმებული ოჯახია, რომელთა ცხოვრება ამ პროექტების შედეგად გაცილებით უფრო სტაბილური, დაცული და წარმატებული გახდება. მაგრამ სამუშაო ადგილის შექმნა ყოველთვის არ ნიშნავს ადამიანის დასაქმებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის სამუშაო ადგილი ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, მაგრამ იგივე არ ახერხებს ვაკანსიის შევსებას, რადგან არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია. ამის გამო ზოგჯერ საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ ახერხებს უცხოელისთვის კონკურენციის გაწევას. ასეთ დროს გამოსავალი არის არა წუწული და ჩივილი იმაზე, რომ სამუშაოს ისჭოლობს, ვინც უკეთესად იცის მისი კეთება. არც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური თვითიზოლაცია სწორი გზა. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ჩვენ თვითონ გავზარდოთ ჩვენი კონკურენტებრივობა. ჩვენ თვითონ ავამაღლოთ ცოდნა. ჩვენ თვითონ ვიყოთ სხვაზე უკეთეს საქმეში. ვიყოთ უფრო მაგარი მშენებლები, უფრო მაგარი ფინანსისტები და უფრო მაგარი ინჟინრები.
უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ძალიან გართულდება, თუ მუდმივად არ ვიზრუნებთ ჩვენ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და ამ ახალი საქმის დაუფლებას, რომელსაც უფრო დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. მეგმაწვას, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, უნდა ახალი პროფესიის დაუფლება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას. ერთის მხრივ ვაშენებთ ახალ, გაცილებთ უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს, 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება. ხოლო მეორეს მხრივ 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს, ეს თანხა მთლიანად აანაცხაურებს მისი მაღალ ხარისხის გადამზადების კურსს. ამის გარდა ჩვენ დავიწყებთ პროფესიული გადამზადების და პროფესიული ორიენტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში საქართველოს 20 ქალაქში ერთდროულად 20,000 ადამიანი გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ მრჩევლებში. ამ წლის ზაფხულში ჩვენ ასევე ამომოქმედებთ სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამას, რომლითაც 25,000 სტუდენტს დაასაქმებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. ამით სტუდენტები ერთის მხრივ პროფესიულ მრჩევლების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკასაც გაივლიან და სწავლის საზაფხულო დასვენებისთვის გარკვეულ თანხასაც დააგროვებენ, რაც ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს. მაგრამ დასაქმებულთა წრის გაფართოებას მარტო პროფესიული გადამზადებას სტუდენტური დასაქმებაც ვერ უშერის. ჩვენი საზოგადოების გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განათლებას. განათლება არის ჩვენი მომავლის გასაღები. ჩვენი საზოგადოების ჩვენი მომავალი თაობის განათლების დონე განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ცოდნისა და მაღალ ტექნოლოგიების დაფუძნებული ეკონომიკის აშენებას. შევძლებთ თუ არა ინტელექტუალურ შესაძლებლობების დაფუძნებული სამუშაო ადგილების მთელი მსოფლიოდან მოზიდვა საქართველოში. განათლება ჩვენი მთავრობის ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე განსაზღვრელი, ყველაზე სასიცოცხლო პრიორიტეტია. დღეს, როდესაც კომუნიკაციის ეპოქაში ცხოვრობთ, როდესაც სოფლიო უკვე ასეთი პატარა ინტელექტზე დაფუძნებული სამუშაო ადგილები აღარ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. გლობალიზაციას სანამ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა პრინციპი, იქ სადაც არის სოდნა, იქ არის სწორედ დასაქმებაც. ამიტომ ჩვენ სულ უფრო და უფრო გავააქტიურებთ ძალისხმევას საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600 სკოლა გარემონტება და 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით საქართველოში ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის სკოლებზე დონის და კიდევ უფრო უკეთესი და აი ნახავთ თუ არა. ამიტომ უკვე ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩართულია ინტერნეტში. ამიტომ შევიტანეთ წელს სკოლაში დამატებით 11,000 ახალ კომპიუტერს და ამ წლის ბოლოსთვის ყოველ 7 მოსწავლეზე ერთი პერსონალური კომპიუტერი იქნება, ხოლო 2015 წელს კი ბავშვების 90%-ს ექნება თავისი პერსონალური კომპიუტერი. ამიტომ წელს უკვე 100 სკოლაში გავხსნით თანამედროვე მომავლის კლასებს და ამიტომ გავაგრძელებთ სკოლებში ქიმიის და ფიზიკის და ბიოლოგიის უმაღლესი დონის ლაბორატორიების გახსნას. ამიტომ მიიღებს ყველა პირველი კლასელი და მათი დამრიგებელი საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერებს. ამიტომ ვზდით სასწავლებლების ხელფასებს და ამიტომ ჩამოყავს ათასობით ინგლისური ენის მასწავლებელი ჩვენი ბავშვებისთვის. მიზანი მარტივია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს ჩვენზე უკეთესი ცხოვრება გქონდეთ. უფრო დაცული და უფრო წარმატებული. რომ მათ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და უკეთესად შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება. რომ მათი ცოდნა და მონდომება უფრო მეტად ფასდებოდეს და იოლად შეულობდნენ დამსახურების და ცოდნის მიხედვით სასურველ სამსახურს. ეს არის ნებისმიერი შობლის ოცნება. ეს არის ჩვენი რეფორმების მიზანიც. ჩვენი გეგმის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია სოფლის მეურნეობა. სოფელი ჩვენი ქვეყნის სული და გულია. ძნელია ჩვენ შორის მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისი ფესვებიც არ მოდის სოფლიდან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე. ამის შესახებ სხვა შორის ძალიან ხშირად ლაპარაკობს მისი უწმინდესობა. ჩვენი ქვეყნის წარმატება არაფერს მოიტანს თუ ამ წარმატების გამზიარებლად არ იქცა სოფლის მეურნეობა. ჩვენი უმთავრესი მოვალეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოთ წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოება. ამისთვის უპირველეს რესურსს უპირველეს რესურსი არის დამუშავებული და მორწყული მიწა. ამიტომ დღეს ვაცხადებ საქართველოს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებში გასარწყავდება 18,000 ჰექტარი, ხოლო 3,800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ირიგაციის გარდა
წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის მექანიზაციის დღეს არსებულ არასაკმარის მასშტაბი. თანამედროვე სოფელი არ განვითარდება მაღალი დონის მექანიზაციის გარეშე. ამიტომ 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ახალი ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მომსახურების მომსახურება და მათი ინფორმირებულება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებზე და საჭიროებაზე. ამიტომ უახლოეს 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ რამდენიმე ასეულ ახალ ტრაქტორს და 400 მისაბნელ აგრეგატს. ამიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექანიზაციის ყველა ცენტრში ჯამში აღწურული იქნება 503 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით და 22 ერთეული სანტექნიკით და 1471 გუთნით და ტრაქტორებზე მისაბნელი სხვა ტექნიკით და ეს დამატებით იმ რამდენიმე 1000 ტრაქტორისა, რომელიც ისედაც არის სოფლად და რომლის განახლებაში პარკის ჩვენ მუდმივად მონაწილეობს. ეს ყველაფერი იქნება ადვილად ხელმისაწვდომი და დაინტერესებული ფერმერებისთვის ისევე როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორებისთვის კონსულტაციები და დახმარება. რასაკვირველია ტექნიკა და მორწყული მიწა. უმნიშვნელოვანესი არის სოფლის მეურნეობის წარმატებისთვის. მაგრამ დღევანდელ სოფლიოში მარტო ეს საკმარისი არ იქნება. თუ ფერმერს არ ექნა საშუალება აითვისოს ახალი ტექნოლოგიები და დაეუფლოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნას. ამიტომ ამ მექანიზაციის ცენტრს ასევე მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია. ამ ცენტრში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება, ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, სცენარის და წყლის ანალიზის გაკეთებაში. ცენტრებში დამონტაჟდება ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები. 6-ვე ცენტრი აღიჭურება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ინფრასტრუქტურით, სადაც ფერმერები და დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდება ახალი ტექნოლოგიის და ახალი სათესლე პროდუქციის გამოყენებაში. ეს რაღაცა ფანტაზიები კი არა, ესა ჩვეულებრივი ყველა სოფლის მაცხოვრებელს უახლოეს კვირეებში და თვეებში ექნება ყველაფერი ეს გამზადებული და ხელმისაწვდომი მათთვის. მოსავლიანობის ცენტრების მეშვეობით ნებისმიერი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სხვადასხვა ტიპის სასუქი და ჰერბიციდი, მაღალი კვალიფიკაციის აგრონომების კონსულტაცია და მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო საკითხების ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება. მოსავლიანობის 6-ვე ცენტრი აღიჭურება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებით, სადაც ფერმერები მიიღებენ აუმწურავ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი კულტურების, ახალი ჯიშების, წარმოების პროცესების და სხვადასხვა პროდუქციის მოსავლიანობის თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამასია ჯავახეთში. ადგილობრივი გლეხები მაჩვენეს ახალი თესლი, რომელიც შემოიტანეს ჰოლანდიიდან 3-დან 5-ჯერ გამზარდა მოსავლიანობა ამ ახალმა თესლმა სხვა ჟამში ტელევიზორში არავის არაფერი არ თქვა, ისე გაკეთა. Siminze რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, ფაქტია რომ Siminze სადაც სწორად დაიგო და თუ რაღაც ექსესი არ მითხრა, ყველგან გაზარდა ამან მოსავლიანობა და ეს ეხება ყველა უკლების სხვა კულტურას. ყველგან კულტურები ჩვენ გამოსაცვლელი და ეს სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე არ გაკეთდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც ყველა შრომის მოყარეს სოფლის მეურნეს საშუალებას მიცემს საკუთარ ოჯახში, საკუთარ კარმიდამოში იგრძნოს ქვეყნის წინსვლა. ჩვენი მიზანია სოფლის წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითეული ფერმერის უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენი გეგმის მესამე ელემენტი არის ჯანდაცვა. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო სულ ახლო წარსულისას. ჩვენ 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო. დღეისთვის უკვე 90-მდე ახალი თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ქალაქში. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 40 მეტრზე მეტი საავადმყოფოს გახსნა, შედეგად 2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებული იქნება აღჭურვილი უახლოესი ტექნიკით და ჯანდაცვის პროცედურებით თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს არის გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. შეიძლება ეს არის ახალი ატვრის წერტილი, რადგან ვიდრე ახალი საავადმყოფოები არ იყო საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა ჯანდაცვა. რამდენიმე დედაქალაქში მოყოლეთ ჯანდაცვის საავადმყოფო აყრილი იატაკით, სიბინძურით, ანტისანიტარით, უამრავი ადამიანი დაავადდა ჰეპატიტით ამ პირობების შედეგად, უამრავ ადამიანს ვერ მოუარეს პოსტსაოპერაციო პერიოდში ამ პირობების შედეგად. და ესეც კი ხელმისაწვდომელი ყავით, ამიტომ ვინც მისტირეს ძველ საავადმყოფოებს, შეუძლიათ აწი ყველანი დაწვეთ ძველ საავადმყოფოებში. ახალ საავადმყოფოებში გაგვატარეთ ჩვენ, ვისაც გჯერა, რომ ისე 100 თავით ჯობია იმას, რაც იყო. ამასთანავე საქართველოში ქმნით სოფლიოში მოწინავე მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ისეთაც როგორიც არის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციები. თანამედროვე მედიცინაში ესე გადამწყვეტი დღეს, როდესაც ასია მოდებული ჰეპატიტით C, როდესაც ციროზი არის ამხელა საფრთხე. ერთადერთი გამოსავალი გარდა ღვიძლის გადანერგვის არის ღეროვანი უჯრედები, ეს ოპერაციები უკვე კეთდება. ამიტომ ჩვენ შევქმნით საპრეზიდენტო პროგრამას
ზოგადად ჰეპატიტთან ბრძოლის, მაგრამ განსაკუთრებით ციროზების კუნალობის, იმიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ამის გამო კარგავს სიცოცხლეს. ასევე მნიშვნელოვანი გარღვევა გვჭირდება ლეიკოზის მიმართულებით. ჩვენი რეფორმით მოახერხეთ არა მარტო ჯანდაცვის გეოგრაფიის გაფართოება, არამედ სოციალური თანასწორობის ძალიან ძლავრი მექანიზმის შექმნა. მე თითქმის ყოველი მორიგი საავადმყოფოს გახსნაზე პირადად მივდივარ და ზოგიერთებს გონიათ, რომ ხალხი ძალით მოყავთ, კონდახებს ურტყავენ თავში, რომ გამოდით სიცივეში პრეზიდენტს ანახავთ და ხალხი მოდის ამაზე როგორც ზეიმზე. გუშინ ვნახე ყვარელი საავადმყოფო მაგალითად. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, ვისაც უნახავს ყვარლის წინა კლინიკა და ვისაც უნახავს დღეს, ეს არის სხვა საუკუნე და ის არის სრული კატასტროფა. და ხალხი რომელიც ამ საავადმყოფოებში მიდის და ნახულობს, ეს წარმოიდგინე ადგილზე, სადაც არაფერი არ არის ხშირად გარშემო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის პალატები. ცხელი ცივი წყალი, კონდიციონერები, ყველაფერი და რა თქვა, ეხლა ამას გვამადლია. მე მგინდა გითხრათ, აი ეხლა ყავდა სპეციალისტი მაშინაც გუშინ ნოდარ ყიფშიძე, რომელმაც თქვა, რომ ამერიკაში მე ასეთი კლინიკები არ მინახავს და მართლა ასია. იმიტომ რომ ახალია, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიებით არის და ბევრი ვინც არის უცხოეთში, ის იყო წარსული, მაგრამ იმაზეც კი ოცნებას არ შემოძლო, როდესმე რომ აღმოჩნდებოდა ის სისტემა და მე მაგალითად ყოველთვის მივუნატროდი ჰოლანდიის ჯანდაცვის სისტემას, ახლახან ვიცი რომ ჰოლანდიელებმა გამოთქვეს სრული რომ ჩვენგან ისწავლონ როგორ გვაკეთებ ჩვენ ამ რეფორმას და ესეც მართლა სასწაულია, ჯერ კიდევ ძალიან შორი გზაა გასავლელი ექიმების კვალიფიკაციასაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მინდა მამაკს პატივი როცა ხსნი ამ საავადმყოფოებს წავიკითხოთ თანასწორობის განცდა თითეული ადგილობრივი მაცხოვრების თვალებში. ეს არის განცდა სიამაყის. რადგან უეცრად ის რაც აქამდე მისთვის არ არსებობდა, დღეს მისი საკუთრებაა. ისაც ადრე მხოლოდ ორ ქუჩაზე მცხოვრებ ელიტას ეკუთვნოდა. უეცრად მთელი საზოგადოების კუთვნება გახდა. საქართველოში შენდება თანამედროვე ევროპული დონის ჯანდაცვა. მაგრამ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა ის არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი. ჯერაც ბევრი ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება, რომელსაც მისი საფულე ვერ გაცვდება. ხელმისაწვდომობის დის თავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი ამოცანა დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა. იმიტომ რომ რო არ ხდება სიტუაცია, რომ ამასინათ თელავის ბაზარი შეხვდა ერთ სანდომიანი ქალბატონი ექიმი პროფესიით და მითხრა რომ ქიმიოთერაპიის კურსია, რომელიც 10-ჯერ აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელიც მისი ოჯახს შეუძლია გამოყოს მისთვის. და ესეთი ადამიანები არის, ამ ადამიანებთან ჩვენ შეხება გვაქვს. ძალიან ბევრად შეხება, ვისაც აქ უკვე ხელ მიუწვდება ამაზე და ძალიან ბევრი დარჩა, ვისაც არ მიუწვდება. 2006 წლამდე მინდა შევახსენო ყველა ციფრები. საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ქონდა 40,000-ზე ნაკლებ ადამიანს. მინდა გავიმეორო 40,000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ და წელს კი კიდევ გაიზრდება. 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე. ეს არის თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი. და ეს არის ზუსტად პარტნიორობა, როცა ვიტახით, რომ რას გვამადლიან ესენი საავადმყოფოებს. ეს ხო სადაზღვევო კომპანიებმა ააშენეს, ხო? სადაზღვევო კომპანიები აშენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აზღვევს და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო ამაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესმა ააშენა. და რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესს ამისთვის უნდა უთხრათ მადლობა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, რატო ვერ აშენებენ რუმინეთში, მაგალითად ბულგარეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე სხვა გარემოა საქართველოში. ამ გარემომ წარმოშვა ამ საავადმყოფოების შესაძლებლობა, აშენების შესაძლებლობა. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვი წელს 650,000-მდე პენსიონერი და 300,000-მდე ბავშვი დაემატება. და ეს იქნება დიდი გარდატეხა 100,000 ოჯახის ცხოვრებაში. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს უამრავი პენსიონერი და მისი ოჯახის წევრები. მით უმეტეს მათში, როდესაც ასაკოვან ადამიანს უკვე უფრო ინტენსიური მკურნალობა ჭირდება. დღეს მდგომარეობით შეუძლებელია ასაკით პენსიონერის დაზღვევა, რადგან სადაზღვევო კომპანიები თავს არიდებენ ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს. შესაბამისად, მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებს და რაც გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უშევრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთან არის დაკავშირებული. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ხელჩამოშებულ უყურებს თუ როგორ ართმევს ავადმყოფო მას შობელს, ბებიას თუ ბაბუას და უსახსრობის გამო ვერაფრით ეხმარება. მას არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევები, როდესაც მომლელი და მეუღლე საერთოდ არ არსებობს. პენსიონერისთვის და ღვთისანაბარაა მიტოვებული საკუთარ ავადმყოფობასთან. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ $100 საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული.
პენსიონერი ხო ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა, მაგალითად ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში მოგახსენეთ აი თელაველი ექიმის მაგალითი 500 ლარზე მეც არ უთვლიდა და სადაზღვევო პაკეტი ახლა ის 12000 ლარამდე გაიზრდება. ასევე სჭირდებოდა გეგმიური ოპერაცია, მაგალითად მენჯბარძაყი და კატარაქტის ოპერაცია. მე სპეციალურად მივიდივარ დეტალებში, მე არ მინდა რომ ეს მოსაბეზრებელი იყოს, თუმცა ეს არის კონკრეტული ადამიანები, ეს ვინც გვისმენენ და ვის უამრავ ადამიანს სჭირდება კატარაქტის ოპერაცია ასაკთანეთად, ხო? რაც ხშირად ემართება ხანდასმულ ადამიანებს. არასდროს არ იფარებოდა დაზღვევის მიერ. წელს მოხუცებს, უბრალოდ ასაკით მოხუცები არ არის შეერთებული ტერმინი, ადამიანებს, ვინც 60 წელს არ გადაცდელი, პირველად ექნებათ საშუალება დაზღვევის ხარჯად დაიფაროს არა მარტო ეს, არამედ სხვა გეგმიური ოპერაციებიც. თუ რომელიმე პენსიონერს დაჭირდება გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რაც ყველას მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებულ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სექტემბრიდან ეს მომსახურება ულიმიტო იქნება. თუ ადრე სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ პირველ 3 დღეს უფინანსებდა урგენტული პროგრამით და მეტი არასდროს არაფრისთვის არ გადაგვიხდია, ამ პროგრამის მიხედვით ხანდასმულ მოქალაქეს შეიძლება მთელი გადაუდებელი კურნალობებით დაუფაროს სახელმწიფო. ვიდრე ეს დასჭირდება და ის იმას ნიშნავს, რომ კურნალობის ხარჯებს სიმძიმე აღარ დააწვევა თმის ოჯახს და ყველაფერი ეს დაზღვევით ანაზღაურდება. პენსიონერთა ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო წამლები. განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის. თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება. ასევე 100 ლარის ღირებულების მედიკამენტები ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით. დღეს მინდა ახალი ინიციატივად გაგაცნოთ. 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ეს ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ახალ ბავშვების შობადობის სტიმულირებას, თუ დავდივარ ამ საავადმყოფოებში და საოცრებაა პირდაპირ ყველა ახალ ადრე რას ელოდებოდნენ არ ვიცი ეს ხალხი, მაგრამ ყველა ახალ გახსნილ საავადმყოფოში არის 3, 4, 5, 10 ახალშობილი. და მართლა საუკეთესო პირობებში ყველაზე პოპულარული სერვისი ამ საავადმყოფოში არის ახალ ბავშვის გაჩენა. და ამიტომ კიდევ უფრო მეტად რო წავახალისოთ, თუნდაც სინეს სიმბოლური ზომა მიმართულებით, 1 იანვრიდან მომავალ წლის თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებს 1000 ლარს, ხოლო ყოველ მეოთხეზე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. ასევე 2011-13 წლის 1 იანვრიდან დამატებით დავაზღვოთ ყველა იმ ბავშვთა 18 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და ეს ამ ოჯახებს შეეხება, რომელიც 4 ან მეტი ბავშვი იზრდება. მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბოლო წლებში შობადობის ზრდის ტენდენციას, ასევე ხო და ამიტომ მინდა ამ თემაზე განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო მის უწმინდესობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც მუდმივად ახსენებს ქართველებს, რომ უნდა გამრავლდნენ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს ერთობლივი ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს და უკვე მოაქვთ. მინდა დაუბრუნდე დაზღვევის თემას. რაც შეეხება ბავშვების დაზღვევას. აქამდე არსებული ბავშვთა სტაციონარულ დახმარებას სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა და ისიც ძალიან შეზღუდულად. ჩვენი გეგმის მიხედვით, სექტემბრიდან ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. ასე რომ უმაღლესი კლასის ჯანდაცვა უფრო მეტი მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის გარდა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის, რომ საბოლოო დაზღვეული იქნება 2.5 მილიონი მოქალაქეს საშუალებას გვაძლევს, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იმ დანარჩენ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ არის დაზღვეული. ასევე უნდა ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სადაზღვევო კომპანიების და კლინიკების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ერთი მხრივ დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ დაზღვეულთა უფლებების მაქსიმალური გაზრდა და დაცვა. როგორც სადაზღვევო კომპანიებიდან, ასევე კლინიკებთან მიმართებაში. ამისთვის ჩვენ ერთი მხრივ უპრეცედენტოდ ვამკაცებთ სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჯარიმო სანქციებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მათი დანაშაულით დაზარალდება პაციენტების ინტერესები. ხოლო მეორე მხრივ ვქმნით თამაშის ახალ წესებს, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ვალდებული იქნებიან დაიცვან დაზღვეული მოქალაქეების ინტერესები და არ მოატყუონ ისინი. ამ სფეროში პრობლემები ჯერაც ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აწყდებიან უსამართლობას სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვევის პროდუქტის შეთავაზებისას. ხშირად არაკეთილსინდისიერი მანიპულაციების შედეგად დაზღვეულმა მოქალაქემ რეალურად არ იცის რა ეკუთვნის და რა არა.
რას დაფარავს დაზღვევა და რას არა. ან გონია რომ იცის, მაგრამ ამისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოაჩენს რომ თურმე მწარედ ცდებოდა. ახალი წესები უზრუნველყოფს რომ მოქალაქეს აღარ გაუჩნდეს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. პირობები ცხადად უნდა განსაზღვრავდეს იმას თუ რა ანაზღაურდება დაზღვევით და რა გამონაკლისები არ უნდა აძლევდეს სადაზღვევო კომპანიას საშუალებებს უარი უთხრეს დაზღვევოს მომსახურებას. მაშინ ეს ყველაზე მეტად როცა მას სჭირდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეორე საკითხია, დროზე ხელფასების გაცემა საავტომობილოში. მე აღმოაჩინე რომ რამდენიმე ახალ საავტომობილში რომელიც გავხსენე, სადღაც 2 კვირით, 3 კვირით დაგვიანეს ხელფასები, ვითომ არაფერი. ძალიან მკაცრად მოთხოვთ ამაზე პასუხს. ღმერთმა არ ქნას რომ ექიმები, მედები, ექთნები იყვნენ ისევ სანიტრები ხელში შემყურე პაციენტის და აბა ვირას ჩაუდებს ფულს. ღმერთმა ეს არ ქნას. იმიტომ ეს ამ სისტემას ბოლოს მოუღებს თავიდანვე. პირიქით, თანდათან განსაკუთრებით უმცროსი სამედიცინო პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს. და ამიტომ აქ ყოველგვარ ტექნოკრატიულ რაღაც ახსნებს ჩვენ ვერ მივიღებთ, ეს არის მართლა დანაშაულის ტოლფასი ქმედება და შესაბამისი რეაქცია უნდა გქონდეს სახელმწიფოს მხრიდან და ავკვეთეთ, მაგრამ მომავალში ეს ხალხი არის გაფრთხილებული. ეს არ არის ჩემი სამხრივი განწყობა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ასეთი მასშტაბის დაზღვევა შესაძლებელი გახადა სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების შორის თანამშრომლობის ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბება. მეც მივესალმები ასევე ამ შენიშვნებთან ერთად სადაზღვევო კომპანიების მონდომებას, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით გნებავთ სახელმწიფოს ზედამხედველობით, აღმოიფხვრას ყველა არსებული სირთულე და პირველ ადგილზე მოქალაქის ინტერესები დადგეს. სადაზღვევო კომპანიებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ჩვენ იმიტომ არ ვაფართოებთ დაზღვეული ადამიანის წრეს, რომ შემდეგ ამ ადამიანი მოთხოვებულად და მიტოვებულად იგრძნონ თავი. ამას ჩვენ არ დაუშვებთ და ეს არის ჩვენი პირობა თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. 2012 წელს ვაცხადებთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომის გარდამტეხ წლად. წლად, როცა ყოველი მეორე ქართველი იქნება დაზღვეული და მისთვის რეალურად ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ჯოროის ჯანდაცვა. დღეს ასე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ, რომელიც მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის მართლაც ითვალისწინებს, წლების განმავლობაში ჩვენ უმობლად ვებრძოდით ნარკომაფიას, ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამავრცელებლებს. ამან ხელშესახების შედეგი გამოიღო და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მე მინდა ყველანაირად შევყოდეთ და დავფიქრდეთ, რას მივახციეთ ბოლო წლებში. 2007 წლის შემდეგ ნარკოდანაშაულობა საქართველოში იკლო 53%. ანუ განახევდა უმთავრესი საფრთხე ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს არის ის, რასაც ვერ ვამჩნევთ, რომ აღარ არის პრობლემა. და როცა აღარ არის პრობლემა, გონია რომ ადვილად წავიდან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო, მათ შორის იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების, რომელიც უკან შეძრომას ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში. და ამიტომ გვინდა გვახსოვდეთ რა საფრთხესთან ქონდა საქმე. ამ ბრძოლას მეორე მხარეც ასე, ეს არის ზრუნვა ნარკოდამოკიდებელ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. გიგი წერეთელი ამაზე ბევრს მუშაობდა ყოველთვის. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებაზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ხო არის ეს თანხები, ასევე ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოვახმაროთ. ამასთან შევქმნათ ამის სპეციალური ცენტრები და საქართველოს ვაქციოს ხოჭოს ცენტრად მნიშვნელოვნად ახლა როგორც ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე დადის ავიცი ყირგიზეთში სამკურნალოდ და 1000 გვარ ექიმბაშებს ალებს ამ ფულს ან ვისაც ფული აქვს იტალიაში და ასე შემდეგ საქართველოში გავაკეთოთ ეს ცენტრი და უხმარ მაგრამ ამავე დროს მომავალშიც უმობელი ვიქნებით ნარკო გადამყიდველთა გამსაღებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ბრძოლა საქართველოს სამართალდაცვო სისტემის პრიორიტეტად რჩება. საკმარისი არ არის მხოლოდ მატერიალური წარმატების და სოციალური დაცვის წრის გაფართოება. ჩვენი ამოცანაა რომ ასევე გავაფართოვოთ ჩვენი პოლიტიკური და სამოქალაქო წარმატების წრე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტების და ინვესტორების არის რომ ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნას სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების წარმატებული მოდელი. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოს დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად. შარშან, როდესაც ამ ტრიბუნიდან წარმოგიგიეთ 2015 წლის ხედვა, ჩემი დაპირებები ვრცელდებოდა არა მარტო სოციალურ სფეროსა ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიის გაუმჯობესებაზე. მე დაგკვირდით, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობით განვახორციელებდით საარჩევნო სისტემის რეფორმას და ჩვენ ეს ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ. ოპოზიციის აქტიური მონაწილეობით და ევროპის საკონსტიტუციო ექსპერტების დადებითი შეფასებებით, თუმცა ვიცი, რომ რჩება გარკვეული უთანხმოებები ჩვენ შორის, რაც თავისთავად ნორმალურია დემოკრატიული საზოგადოების და ჩვენ მზად ვართ
დიალოგის გაგრძელების და მიმართულებით. ჩვენ ერთად გავზარდეთ პარტიების დაფინანსება, რათა პარტიები არ იყოს დამოკიდებული სპეციალურ კორუმპირებულ პოლიტიკურ ინტერესებზე და რაც მათ გააჩნდეს საშუალება, რომ დამოუკიდებლად განვითარდნენ და მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ძალიან ბევრ მუშაობთ იმაზე, რომ ავამოქმედოთ კანონი, რომელიც უფრო გამჭვირვალე გახადა ტელევიზიების საკუთრების საკითხი, ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობთ წინა წლებში, რითიც დაინტერესება მოქალაქე მიცოდეს, რომ თუ რომელიც გალადგას ამ პოლიტიკური გადაცემის ან ტელევიზიის მიმართ, რა ინტერესები ამოძრავებს ამ ძალას. მივიღეთ და უკვე გავამყარეთ უმცირესობათა უფლებები, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტია თავისუფლება და თანასწორობის იდეა და განურჩევლად მათი რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა, რადგან ნებისმიერი უმცირესობის თავისუფლება, ყველა ჩვენგანის თავისუფლება, რადგან ჩვენი თანასწორობა არის საქართველოს ძლიერება, ჩვენ მეფუძნები, ჩვენი მრავალფეროვნება, ჩვენი ძლიერება და თანასწორობის იდეა არის ჩვენი ძლიერება. ჩვენ იცით, რომ უამრავი სტუდენტი ქართველი გავაგზავნეთ სხვადასხვა უმცირესობის დასახლებულ სოფლებში, ისინი ასწავლიან ქართულს, რათა შანსი მიცეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოსში მიაღწიონ წარმატებას, გაუჩნდეთ განცდა კუთვნილების და ყოველ ჯერზე, როცა ჩავდივარ და სულ დავდივარ ამ სოფლებში, ხედავ სულ უფრო მეტი განსაკუთრებით ახალგაზრდა, რომელიც გამართულად საუბრობს ქართულ პირობებზე. ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ გავაგრძელებდით სასამართლო რეფორმას და რათა სამართლიანი დამოუკიდებელი სასამართლო იყოს ჩვენი განვითარების ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ იცით, რომ ჩვენ ქონდა გეგმა ნაფიც საჯულთა სასამართლოს ამოქმედების და ეს დაპირება გახდა კონკრეტული რეალობა საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ეხლა საშუალება ერთად შექმნათ სასამართლო სისტემა. ერთად მიიღოთ მონაწილეობა მართლმსაჯულების აღსრულებაში. გასულმა თვეებმა ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა სრულიად გახსნილია დიდი სიახლეებისა და ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. იქნება ახალი პოლიტიკური მოძრაობები და ყალიბდება ახალი პოლიტიკური კოალიციები და მე ამას მხოლოდ მივესალმები. ეს არის დემოკრატიული პროცესის სრულიად ბუნებრივი, ორგანული შემადგენელი ნაწილია. როგორც ორგანიზმი პოლიტიკური პროცესი მუდმივად ვითარდება და მუდმივად ახალ ძალებს, ახალ სისხლს იძენს და ეს ასეც უნდა იყოს და ახალ კონფიგურაციებს. ჩვენი დემოკრატია გახსნილია ყველა ხმისათვის, ყველა ჯგუფისათვის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენი პოლიტიკური სისტემა მიესალმება პოლიტიკურ დისკუსიაში ნებისმიერი აზრის არსებობას, მიუხედავად იმისა, თუ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ეს შეიძლება იყოს სრულიად მიუღებელი. დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ასეთი პლურალიზმი წარმოშობს ჩანსახ იმ კონკურენციის ატმოსფეროს, რომელიც ეფუძნება არა ექსტრემიზმის და რადიკალიზმის და აგრესიის ჭიდილს, არამედ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის საჭირო დიდი იდეების ჭიდილს. მხოლოდ ასეთი კონკურენცია აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას და შესაბამისად ჩვენ სახელმწიფოს. წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და ეს ჩვენი პრინციპის საკითხია, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც როდესმე ჩატარებია საქართველოში. ამისთვის ჩვენ ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, წინასწარმეტყველების დამკვირვებლის, არჩევნების დღის დამკვირვებლის, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესია, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ მტერს არ ძირავს და რა თქმა უნდა, ეს შეეცდება, რომ ყველანაირად დაამახინჯოს ეს პროცესი. ამიტომ რაც უფრო მეტი დამოუკიდებელი, რაც უფრო მეტი ობიექტური დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო მეტი იქნება, საბოლოო ჯამში სიბართლე ბევრად მეტად იპოვის თავის გზას. პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურად სამართლიანობის ჩვენ უნდა უზრუნველყოთ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობა. რათა არც ერთი აუმჩევლისთვის არ იყო დაფინანსებული. რა ფული იდება პოლიტიკურ კამპანიაში, რა ინტერესებია, მე ამ ფულის სანაცვლოდ ვინას მიიღებას აპირებს? იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არ არის გაყიდვა პოლიტიკური პროცესი. ან ზოგიერთთვის შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის შეიძლება ნამდვილად ჩვენთვის ეს ასე არ არის და პოლიტიკური სისტემისთვის ეს ასე არ არის. მომავალი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები წარმოადგენენ უამრავ ხედვას და კონცეფციას. უნდა შევთანხმდეთ სამართლიანი თამაშის წესებზე. უნდა ისე ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანიები, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო, არ დავაზიაროთ ჩვენი ეკონომიკა. რაღაცა უპასუხისმგებელი მოქმედებებით არ მოусპოთ შემოსავალი, არ შეუმციროთ შემოსავალი ქართულ ოჯახებს, იმიტომ რომ გასულ წლებში ეს რამდენჯერმე მოხდა. და მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრად მეტი იმუნიტეტი გვაქვს და ბევრად უფრო ძნელია ამ ყველაფრის შერყევა და გაკეთება. მაინც ყველანი უნდა ვიყოთ განსაკუთრებით თხილად. და ბოლოს ქვეყნის წინსვლის უფრო მეტი მოქალაქისთვის გასაზიარებლად ჩვენ უნდა გავაგზავნოთ საქართველოსთვის იმ უსაფრთხო გარემოს შენებლობა,
რომელიც ასე რაც შესაძლებას ხდის ამ წინსვლას. საქართველოს არც ერთი ქვეყნის მიმართ არ აქვს სრული განზრახვები, ჩვენ არც ერთი ქვეყნის მიმართ არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიტყვით უარს ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვაზე. არასდროს ჩავიმუხლებ ჩვენი მთლიანობისთვის და დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. არასდროს დავიღლებით საკუთარი სახელკარგიდან გამოდევნი თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესის დაცვაში. არასდროს შევეგუებით და არ შევაზღუდიებთ იმპერიას ჩვენ თავისუფალ არჩევანს. და ჩვენ გავაგზავნებთ გზას დასავლეთისკენ, იმიტომ რომ ეს ეფუძნება ჩვენი ერის ისტორიულ გამოცდილებას იმ ფართო პოლიტიკურ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც ამ საკითხზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე არსებობს ჩვენ ქვეყანაში. ამისათვის ჩვენ გავაგზავნებთ ძალისხმევას ნატოში და ევროკავშირის გაწევრიანებისთვის. დღეს 2 საათით გადავდით დებატები სწორედ იმის გამო, რომ ჩამოვიდა ევროკავშირის სავაჭრო კომისარი და დღეს გავხსენით მოლაპარაკებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, რომელსაც იმედი გვაქვს უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში დავასრულებთ და ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. თუ ყველაფერი სწორად წავიდა, ჩვენ ასევე მუშაობთ იმაზე, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ქონდეს საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ვიზის გარეშე თავის პასპორტით ამაყად შესვლა ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა შორის გუშინ ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ეს არის ორხრივი ინტერესი ევროკავშირის და საქართველოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. უარის თქმა ნატოზე და ევროკავშირზე. იმ პირობებშიც კი როცა რა თქმა უნდა შესვლა კიდე რამდენიმე წლების საკითხი, ეს არ არის თვეების საკითხი. მაგრამ ჩვენ შეიძლება ახლა წლები გავიდეს და ჩავთვალოთ, რომ წლები დაიკარგა და შევიდეთ და შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ და დავკარგოთ თაობები და დავკარგოთ შემდეგ თავისუფლება. როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა გასულ საუკუნეში. ამიტომ ჩვენ ვაღმაოთ ჩვენ მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თქვენ ნახეთ ბოლო ვიზიტის შედეგები. ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოაცხადა დისკუსიის დაწყება იდეაზე თავისუფალი ვაჭრობის. არსად ჩვენ რეგიონში არავის გავსი არაფერი არ გააჩნია ამერიკასთან და ასე უსაფრთხოების სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეთ ჩვენი თანამშრომლობის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და გადარჩენისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი. ამიტომ და თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ და ეს არ არის მხოლოდ მისი აზრი, ეს გამოხატავს პოლიტიკურ კონსენსუსს ამერიკის შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ საქართველოს არის სანიმუშო მისაბაძი მაგალითი რეფორმებისთვის მთელი რეგიონის მასშტაბით. და რომ ამერიკა გააგრძელებს თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის შემდგომი რეფორმების საკითხში. როდესაც ამერიკა და ევროპა ასეთ დობას და თანადგომას უცხადებს საქართველოს და როდესაც ასე აქტიურად გამოხატავს ჩვენთან პარტნიორობის სურვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო უპირველესად დობას უცხადებს არა საქართველოს ცალკეულ აღებულ ხელისუფლებას. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაღეზიანებთ ის, რომ ასე გვიჭერენ ხარს. ხანდახან ისე არის, რომ აი ვიღაცამ გამოხატავს ხანდაჭერა და ბოღმით იხჭობიან. რომ აიმე ეს რა საშინელება და ბოლო ვიზიტის შემდეგ ესე თქვა ვიღაცები ტელევიზორში გამოდიან ობამამაც გვიღალატა. ეს არის არა პრეზიდენტისადმი ხარდაჭერა, მინდა თვითონ და ზოგიერთი თავსი წყრად, არა ეს ხო პრეზიდენტისადმი არ არის ხარდაჭერა. მინდა გითხრათ ხო, ეს არის პრეზიდენტის ხარდაჭერა, არ თავრობისადმი ხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში და უმთავრესი დობის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ამიტომ ნუ გწყინთ, ეს ყველას ეკუთვნის ეს წარმატება. მაგრამ საქართველოს საზოგადოებას უკვე დამკვიდრებული აქვს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროში. ჩვენ როგორც ერი პოლიტიკურად უკვე ვართ დასავლეთის ნაწილი. არსებობს ძალები, კიდევ ერთხელ მიგეროთ, რომელსაც ეს აღიზიანებს ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით და ამიტომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით თხილად ისტორიულ ამ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ეს ისტორიული მონაპოვარი. ქართველი ერის ისტორიული არჩევანია დასავლეთი. მაგრამ ჩვენი რეგიონი ასევე არის კავკასია. კავკასიაში უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს საქართველოს გზევადიანი უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ გავაგზავნებთ აქტიურ მუშაობას საერთო კავკასიური განვითარებისთვის და ყოველთვის ვიაქტიურებთ კავკასიურ ხალხებთან და საქართველოს მყარად უჭერს ხარ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევის პრინციპს, მაგრამ ჩვენ ეჯგარეშე და ეს ასია ისტორიულად ამას ვერავინ ვერ შეარყევს კავკასიას განვიხილავთ როგორც ერთიან რეგიონს, როგორც ერთლიან რეგიონს, უნდა იყოს მშვიდობის და განვითარების და თავისუფლების ერთი უწყვეტი ტალღა. საქართველოს იმიტომაც აღიზიანებს ტერს, რომ პირველად 100 წლეულების განმავლობაში იმ ეპოქისთვის და ასე ამ ეპოქისთვის საქართველოს შექმნა
კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოებრივ მაგალითი რაც არის დამპყრობლისთვის კოშმარის ტოლფას იმას ვერასოდეს ვერ წარმოიდგენია. ამიტომ არის რომ იხჩობა ჯავრისგან. იმიტომ რომ კავკასიაში მისი მოდუს ვივენდი ოპერირების სქემა იყო ყოველთვის ძალიან მარტივი. ერთმანეთს გადავკიდოთ, დავყოთ ხალხები ერთ-ერთად, მეორეერად, ერთ ეთნიკურ ჯგუფად, მეორე ჯგუფად, ერთ რელიგიის წარმოადგენლად, მეორე რელიგიის, ერთ რელიგიის შიგნით მიმდინარეობის წარმოადგენლებად, პოლიტიკოსებს დავაჭმევიოთ ერთმანეთი, საზოგადო მოღვაწეებს დავაჭმევიოთ ერთმანეთი, სოფლები გადავკიდოთ ერთმანეთს და ძალიან ადვილია ოპერირება. ამაზე უფრო ადვილად სამართალ ხალხი, როგორც კავკასიელები არ არსებობს. როგორც თქვა ერთმა დამპყრობელმა ჩვენზე ქართველები შვენიერი მეომრები არიან, ძალიან მაგარი მშენებლები არიან, ძალიან მაგარი ხალხია და კარგი ხალხია ზოგადად, იმიტომ რომ ერთმანეთთან საერთოდ ვერასოდეს ვერ მონახავენ, იმიტომ ამაზე უფრო ტკბილი სამართალი ხალხი საერთოდ არავინ არ არის. აი ამას დაუსვით ჩვენ წერტილი. ვაჩვენეთ, რომ საქართველოს შეუძლია სხვანაირად ოპერირება. და ამიტომ ჩვენ არ ვხოთ ლოკომოტივი ვართ კავკასიისთვის მომავლისკენ. არამედ ჩვენ ვართ მათი პანჯარა ევროპაში, იმიტომ რომ კავკასიაში ხდება არა მხოლოდ თანამედროვე სახელმწიფო და გაჩნდა უკვე. არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატით, სწრაფად განვითარებოდ მიუხედავად ისა, რომ ჩვენ არ ვართ ნავთობი და გაზი, არამედ ამ სახელმწიფოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რკინიგზა ევროპასთან, რომელსაც წელს შეუერთებით. ეს ქვეყანა იქნება თანამედროვეობის და განვითარების მაგალითი და ეს ქვეყანა იქნება კავკასიაში ამგვარად ეს ყველაფერს შექმნის ასევე დანარჩენი კავკასიისთვის, თითოეული კავკასიელისთვის. აი ეს ვერ მოუნალებია საქართველოს თერს. ჩვენ ჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ვართ დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, ყველამ ვისწავლეთ ეს უკვე. მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი. რაც განაპირობებს ჩვენ წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას. სწორედ ამიტომ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად ისე რომ საერთოდ ერთხელ არ გახსენებიათ მოლაპარაკების პროცესში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩვენ მოვაწერეთ ხელშეკრულებას რუსეთის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ეს იყო კონკრეტული მაგალითი, როცა შენი ურთიერთობა, შენ პრინციპებს ყარად გეხარ, შეიძლება მათთანაც ხანდახან შედეგის მიღწევა. მიუხედავად რომ ყველა გვიკვიშინებთ დათმეთ ყველაფერი რა დროს ეგ არის. ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. საქართველოს არასდროს დაგვიკეტავს რუსი ინვესტორებისთვის, რუსი ტურისტებისთვის, რამდენიმე ასეულათას ველოდებით წელსაც. რადგან მიმაჩნია რომ იქ სადაც აქტიურობს ბიზნესი, ადგილი აღარ რჩება ტანკის მუხლუხოებისთვის. ამიტომ სათავართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოდივარ ახალი ინიციატივით, რომ ცალხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. და ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოს ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეიძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს და მათთვის იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობი რეჟიმი შექმნილი. და ყველა რუსმა მოქალაქემ იცოდეს, რომ შეუძლია შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში, რომელიც განსხვავდება იმით, რომ თავისუფალია კორუფციისგან, თავისუფალია ძალადობისგან, თავისუფალია ადამიანის ღირსების შელახვისგან, ბიუროკრატიული წნევისგან და იცოდე რუსულმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიეპიცხონ ზეს ჩვენ პლაჟებზე, ნებისმიერ დროს ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მათ ახალავინ არ დაუშლეს მათ მიერ ასე მონატრებული ბორჯომის და ქართული ღვინის დალევას. ჩვენ ჯერაც დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავიკვირდოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. ადგილი, რომელიც მომავალი თაობებისთვის იქნება გარანტია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თლიანობისთვის. მაგრამ ამასთანავე ჩვენ ვიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში. ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს, რომელიც გვინდა იყოს განვითარების მოდელი ყველა ქვეყნისთვის, ყველა ამ რეგიონში ყველასათვის და მსოფლიოს მასშტაბით. სადაც არ არის კორუფცია, სადაც არ არის წრეხი ბიზნესზე, სადაც არ არის ბიუროკრატია. ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს, სადაც სახელმწიფო მანქანის და ბიუროკრატიის ამოცანა უკეთესად მოემსახუროს ჩვენ ხალხს. ჩვენ 2 წლის წინ გახსოვთ, რომ
2.5 წლის წინ მე ვთხოვე ჩვენ სამინისტროს წასულიყო ქალაქებში, სოფლებში გაეშალათ გამოფენა და აეხსნათ ხალხისთვის, რას უკეთებს მათი სამინისტრო ხალხს. რა სარგებელი მოაქვს სამინისტროს კონკრეტული სოფელ ვთქვათ გეჯეთისთვის, ან ქალაქ თელავისთვის, ან ქალაქ ფოთისთვის და ასე შემდეგ. ეს ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები თავის სამინისტროს მაისურებში გამოწყობილ, თავის კეპებით არიგებდნენ ბროშურებს და ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ პიარი გვეკეთებია, მაშინ არანაირი არჩევნები არ იყო. იმისათვის, რომ სამინისტროს მენტალიტეტში ჩვენი ახალგაზრდა, ენთუზიასტი, იდეალისტი, სამოქალაქო სამსახურის მენტალიტეტში იყოს, რომ მათი მთავარი მისანი არის ხალხის მომსახურება. აი აქ დინარის პირას შენდება ახალი იუსტიციის სახლი. და ჩვენ უკვე იცით, რომ იუსტიციის სახლები რამდენიმე ადგილში აშენებული თავის გამჭვირვალე შენობებით, სადაც შეიძლება ყველა მომსახურების მიღება, საბუთსაღება, ქონების გაფორმება. მე მახსოვს კარგად 2095 წელს ვცადე ამერიკიდან საქართველოში დაბრუნება და ორი თვით თანამშრომლობდი ერთ-ერთ ფირმასთან, ჩამოვედი ამერიკული იურიდიული განათლებით და მინდოდა რამე კარგი საქმის გაკეთება საქართველოში და იურისტად პრაქტიკულად უფასოდ ვიმუშავე ეს ორი თვე, მაგრამ მინდოდა და წავედი მათ ერთ-ერთ საწარმოს დასარეგისტრირებად. ერთ-ერთ მოსამართლესთან მახსოვს დიდუბის რაიონში, რომელიც ჯერით იყო მუდმივად გალეწილი მთვრალი. ენას ვერ ატრიალებდა. შენობა, რომელიც იყო იმდენად დაქანებული, მეოთხე სართულზე იყო ეს სასამართლო. იქ ასვლა, ჩამოსვლა, ესე ყოველდღე დადიოდნენ, მაგრამ ნამდვილად პირველი რეაქცია ადამიანს გექნებოდა, რომ აი ეხლა ჩამოიშლება და ეს არის სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული. დაახლოებით 30-ჯერ მიმიყვანა უკან. რა ვიცი, ბებიაჩემის დედის სკოლიდან ცნობა არ მოუთხოვია მის ჯანმრთელობის თაობაზე პირველ კლასში, თორე დანარჩენი ყველაფერი მომთხოვა. და ბოლოს რა თქმა უნდა, ყველაფერი წაიყვანა იქითქო, რომ მაინც ქთან მოითხოვა და რა თქმა უნდა, მე ამის განაცხადელი არ ვიყავი. ახლა აი ეს ყველაფერი, რასაც ეს მოსამართლე იურა მახსოვს ერქვა აკეთებდა. ეხლა იუსტიციის სახლში კეთდება 10 წუთის განმავლობაში ლამაზ იუსტიციის სახლებში ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების გარეთ. და აქ შენდება იუსტიციის სახლი აქ დინარესთან. სადაც იქნება ახლა ვიღაცებს გააღიზიანებთ, რომ ამან თავის კუდაბზიკობით ხო წაიღო ტვინი, მაგრამ ვამაყობ ამით და არ შემიძლია არ თქვა. იქნება მაგალითად just drive. ხო იცით მაგ დრაივი როა რო გადიხარ და მაკდონალდში იღებ საჭმელს, 1-2 ადგილს საქართველოში გაკეთდა და ეხლა ბევრგან გაკეთდება. ეს იქნება just drive. აი მანქანის შეივხვალ, გადააწოდებ შენ დოკუმენტს და იქ გადაგაწოდებე 5 წუთში უკან და გაივლი ისე რომ მანქანიდანაც არ გადმოხვალ. ო გაგიღიმები და ხელს დაგიქნები. კეთდება just cafe. სადაც შეხვალ და შეუკვეთავ ყავას და მაგალითად პასპორტს. და პასპორტის ღირებულება შევა ყავის ღირებულებაში და იმ დროში მოგიტანე რამდენშიც მოაქვს ჩორლები ყავა. და არსად არ არის სოფლიოში და ნამდვილად ვიქნები სოფლიოში პირველები და გასკნეს გულზე ვისაც ესულდა. მართლა მაგარი იქნა. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, ხვეწავთ ამ სერვისებს. ჩვენ არავის ვეჯიბრებით ძალადობაში აგრესიაში, მაგრამ გვიყვარს ამაში შეჯიბრეთ. ჯერ კიდევ ჩვენ ქვეყანაში რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი გაჭირვებული. მაგრამ რა ვთქვა, ჩამოუშვათ ხელები და ვთქვა გაჭირვებულება აღარ გვაქვს, არაფერი არ ვაკეთოთ. არა გვაქვს ეს ნავთობი და გაზი და თან ძვირდება ეს ნავთობი კიდევ უფრო არის ჩვენთვის. მაგრამ ჩვენი გამოსავალი არის, რომ აი ესეთი აბსოლუტურად ექსტრაორდინარი რაღაცები, რაც ჩვენ უკვე ძალიან ჩვეულებად გვეჩვენება, გამოვხაჭოთ ჩვენი ქვეყანა და როგორც მოახერხა, არაერთხელ მithქვავს ეს მაგალითი. სინგაპურმა იყო დემოკრატიული მოდელით და ევროპაში პოლიტიკურად ინტეგრირება, როგორც ეს მოახერხა რამდენიმე სხვა აი ახალმა ქვეყანამ ნოლიდან შევქმნათ აი ეს სრულიად ახალი სისტემა, რომელიც არავის არ აქვს სოფლიოში. ყველა იმას მიაღწია, რომ რაღაცა ისეთ შექმნა, რაც სხვას არავის არ ქონდა სოფლიოში. აი ჩვენ ვქმნით სახელმწიფო აპარატს, რომელიც იქნება არა მეორე როგორც ჩაშენ დათვალის ახალი ზელანდიის შემდეგ, არამედ აბსოლუტურად პირველი და ყველას გაუსწრებთ ნამდვილად. ჩვენ იმისათვის რომ გავიმარჯვოთ მშვიდობით და არაომით, ჩვენ გვჭირდება მუდმივი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ჩემი დათვლით, ჩვენ მინიმუმ 2-ჯერ მეტი ზრდის ტემპი უნდა გქონდეს ყოველწლიურად, ვიდრე აქვს ეს რუსეთს. თუ გვინდა რომ ძალიან კარგად ვიყოთ დაცულები. ჩვენ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია, რომ სწრაფად ტემპით ვიზრდებოდეთ და მოვიტოვოთ უკან მიუხედავად ნავთობისა გაისნა, მიუხედავად ცუდი საწყის პირობებისა, ჩვენი ზრდის ტემპით მოვიტოვოთ უკან რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან დიდიერი ვართ. ჩვენი ერის სიდიადე გამოიხატება არა მისი მოსახლეობის რაოდენობით.
ერის სიდიდე, სამშობლოსადმი სიყვარულით და ერთგულებით, განათლებით და შრომის მოყოლებით, ერთ-ერთი ურთიერთგამტანობით და პასუხისმგებლობის გზნობით იზრდება. ერის სიდიდე მისი თავისუფლების სიყვარულით, შეუპოვარი წინსulis ინსტინქტით და მიზნებისკენ საერთო სწრაფით იზრდება. ყოველი ასეთი ერი ვართ და ამიტომ ვაშენებთ ჩვენი პატარა საქართველოსთან დიდ ქვეყანას. ამიტომ არის ამიტომ არის ჩვენი მომავალი წლების უმთავრესი ამოცანა ის რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება სულ უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქის წარმატებაზე იყოს დამოკიდებული და აისახოს ქვეყნის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები თითეული ოჯახის წინსulis ნაბიჯად ვაქციოთ. ეს არის პირადად ჩემი და თითოეული ჩვენგანის უმთავრესი გამოწვევა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოს განვითარებაში საქართველოს გეოგრაფიული მოწვის მთელი ქვეყანა, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც დღეს კონტროლი გვაქვს, ერთიანი შენების ფრონტად ვაქციოთ. იქნება ეს, სადაც ეს შესაძლებელია, შუახევიდან მესტიამდე, ზუგდიდიდან ახალქალაქამდე, ახალციხიდან დუშეთამდე და დედოფლის წყაროდან ლანჩხუთამდე. ჩვენ მთელი საქართველო, მისი ყოველი ქალაქი, რაიონი, სოფელი თანაბრად უნდა ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში. თუ ქვეყანა წინ მიდის, ყველამ თანაბრად უნდა იგრძნოს ეს ხალხმა. ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ლაზიკის შენებლას. იმიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას, მათ შორის თავად ლაზიკის ეკონომიკურ ზონას, რომლის შესახებაც პარლამენტში მალე შემოვიდა შესაბამის კანონპროექტი ძალიან ფართო მოსამზადებელი ჩამოშევების შედეგად. ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, რომ შემდეგ ჯერზე პარლამენტის ტრიბუნიდან უკვე ქუთაისში საქართველოს მეორე საქართველოს ახალ საპარლამენტო დედაქალაქიდან მოგმართავთ. ეს არის ქვეყნის სამართლიანობის განვითარების და მოდერნიზაციისკენ გზა. ეს არის ერთადერთი საშუალება საქართველოს ვაქციოთ და თითოეული ქართველი ვაქციოთ წარმატების მონაწილედ და გამზიარებად. ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენ პატარა საქართველოს დიდ ძლიერ თავისუფალ სახელმწიფოდ ვაქცევთ. ამ გზაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ეს არის ერთადერთი მარშრუტი მომავლისკენ. იგი დიდი ხანია აირჩია ქართველო მერმა და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს. მადლობა.